ალექსანდრე ვალიაურის საქმეს პროკურატურა სწავლობს. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს გორის მერიის პრესსამსახურმა გაავრცელა. საგანგებო განცხადებაშია ნათქვამი ისიც, რომ ვალიაურის მიერ დღეს ბრიფინგზე გაჟღერებული მოსაზრებები აბსურდული და უსაფუძვლოა, ვინაიდან მისი თანამდებობიდან გათავისუფლება მერიის იურიდიული სამსახურის მიერ ადმინისტრაციული საქმის წარმოების შედეგად მიღებული დასკვნის საფუძველზე მოხდა. განცხადებას ჩვენ ღია ეთერში გთავაზობთ. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში თვლიან, რომ ალექსანდრე ვალიაურის მიერ ბრიფინგზე გაჟღერებული მოსაზრებები აბსურდული და უსაფუძვლოა, ვინაიდან მისი თანამდებობიდან გათავისუფლება მერიის იურიდიული სამსახურის მიერ ადმინისტრაციული საქმის წარმოების შედეგად მიღებული დასკვნის საფუძველზე მოხდა. აღსანიშნავია, რომ საქმის წარმოების პროცესში მონაწილეობას იღებდა თვით ალექსანდრე ვალიაურიც, რომელსაც განმარტების მიცემის დროს საშუალება ჰქონდა იურიდიული სამსახურისთვის წარედგინა მარიაბილიტირებული დოკუმენტები და განმარტებები, თუმცა მას ამ უფლებით არ უსარგებლია. რაც შეეხება მოვლენათა განვითარების ქრონოლოგიას, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მოსწავლე ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში 28 სექტემბერს ჩატარდა მონიტორინგი, რომლის შედეგების შესახებაც მოხსენებითი ბარათი 2015 წლის 8 ოქტომბერს წარედგინა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერს ზურაბ ჯირკველიშვილს. 2015 წლის 9 ოქტომბერს მერის მიერ ერთპიროვნულად გამოიცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბრძანება ადმინისტრაციული საქმის წარმოების დაწყების თაობაზე, რის საფუძველზეც მერიის იურიდიულმა სამსახურმა გამოკითხა გორის მუნიციპალიტეტის მერიის მოსწავლე ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორი ალექსანდრე ვალიაური და მისი მოადგილე ლიზა ყაზიშვილი. 2015 წლის 13 ოქტომბერს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერს ზურაბ ჯირკველიშვილს წარედგინა იურიდიული სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნა, რომელსაც ბატონი ალექსანდრე ვალიაური გაეცდო 2015 წლის 19 ოქტომბერს. 2015 წლის 19 ოქტომბერს იურიდიული სამსახურის დასკვნაში ასახული დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით გამოიცა მერის ბრძანება ალექსანდრე ვალიაურის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე, რომელიც მას 2015 წლის 20 ოქტომბერს ჩაბარდა. ამჟამად საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით წარდგენილია გორის რაიონულ პროკურატურაში. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალური ინფორმაციის გავრცელება მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია. იუწყება მერიის პრესსამსახური.